ჯერჯერობით ჩვენ რუსული მხარიდან არ აქვს ოფიციალური პოზიცია, არანაირი, იყო მხოლოდ სომხეთის გამოკვეთილი პოზიცია, საექსპერტო წრეების არც თუ ისე დადებითი, ასე ვთქვათ, შეფასებები აზერბაიჯანსა და თურქეთში. საინტერესო იყო აფხაზების გამოხმაურება, რომლებმაც თავიდან კატეგორიული უარი თქვეს და შემდგომ გარკვეულად, ასე ვთქვათ, გარკვეული დაშვება გააკეთეს. განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ასევე სხვა მინისტრებმა არაერთხელ დაადასტურეს ქართული მხარის პოზიცია მის თაობაზე, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია და მზად არის ამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ხადია სახელმწიფო ინტერესებს გაითვალისწინებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ფაქტობრივად არ მიუღია რუსეთის ოფიციალური პასუხი. Позиция Грузии состоит в том, чтобы открыть железную дорогу через Абхазию в Армению. Я думаю, что если этот проект удастся осуществить, это будет очень большой, может быть, даже прорывный момент не только в экономических вопросах, но также и в вопросах российско-грузинских политических отношений.